gon' do this. უმაღლესი პირველი პროფესია ხელოვნებათმცოდნეობა, შემდეგ უკვე ფსიქოლოგია. აუცილებლად ის ვიქნებოდი, ვინც ვარ, მაგრამ თუ ვერ ვიქნებოდი ის, ვინც ვარ, პირველ რიგში მე ვაღე. იუმორის გრძნობა. კუმირები მყავს ზოგადად მეცნიერები, რომლებიც უკეთეს ხდიან ცხოვრებას. რომელთაც შეუძლიათ რომ შეცვალონ ადამიანის ყოფა კარგისკენ. სპორტს არც მივდებ და არც ვუყურებ, მაგრამ დიდ პატივს ვცემ, იმიტომ რომ ეს არის ასევე თამაში, აგრესია გადატანილი როგორც თამაში. ქცეული მხიარულ ასპარეზობად, თავისი წესებით, თავისი რაღაცა მორალური კრიტერიუმებით, ამდენად სპორტი როგორც ასეთი ძალიან მომწონს, მაგრამ მე თვითონ ნაკლებად ვარ მისი მაყურებელი. იმდენი რამე მინდოდა არ მახსენდება ასე ერთი კონკრეტული, ძალიან ბევრია. ძალიან ბევრია რაღაც მომენტში რაღაც ყველაზე მეტად მინდოდა. ვიცოდე ფრენა. ფრთებით, ფრთების გარეშე შეიძლება. ყვავილები. არასოდეს გავაკეთებ ხავადაც, იმიტომ რომ არ მეყვარს. რაც არ გიყვარს, ის არ გამოგდის კარგად. ვნანობ პრინციპში არაფერს, იმიტომ რომ არ შეიძლება სინანული არც შეცდომებზე, არც მარცხზე, რომელიც თქვათ რაღაცა არ გამოგივიდა, რადგანაც ისინი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ პიროვნების ფორმირებაში, რაღაცაზე უარის თქმაში, სხვა გზით სიარულში, ამიტომ არაფერს. პირველი კოცნა ყოველთვის კარგია, ისე როგორც მეორე, მესამე, მეოთხე და საერთოდ კოცნა. არჩი რაღაცების ახსნა არის ყველაზე ძნელი. შეგრძნება უფრო იოლია, გამოხატვა უფრო იოლია, ვიდრე ყველაზე კარგი განმარტება სიყვარულის ალბათ არის ის, რომ სიყვარული არის ღმერთი, ანუ რაღაც აბსოლუტური მხოლოდ სიყვარული შეუძლია რომ იყოს. ადამიანი მომწონს ის, რომ ჩემი პროფესია არის ადამიანების მარტოობის დამარცხებისკენ, მათი აღდგენისკენ მიმართული, თანაბრობისკენ, იმიტომ რომ სული როგორი თანაბარია, ჩვენ ამას ყველაზე მეტად აღვიქვამთ, როდესაც აი ესეთ გარემოში ვართ, რა გარემოშიც ჩემი სამსახური არსებობს და მთლიანად ძალიან ძვირფასია, იმიტომ რომ მისი სამიზნე არის ადამიანი და მთავარი ფასეულობა. მადლიერების გრძნობა. ბევრი რამე. რაღაც კონკრეტულ მომენტში რაღაცას, შეიძლება იყოს რაღაც ერთ მომენტში განიცადო ვიღაცის ტკივილი, ვიღაცის გაჭირვება, პირად დონეზე შეიძლება განვიცადო და ყველაზე მეტად განვიცდი ხოლმე როგორც ყველა ადამიანს, აი ვიღაც რომ გარდაიცვლება შენი ახლობელი და მე ეს ვფიქრობ, რომ ნეტა მეტად მოფერებოდი, რაღაც ისე ვერ გამოვხატე და უკვე ეს შეუძლებელია. ესეთი პირადი განცდა უფრო მქონია ხოლმე. ყველაფრის მჯერა. ყველაფრის მჯერა, უბრალოდ ყველაფერი არ მომწონს. საუკეთესო კულინარი ალბათ არ ვარ, მაგრამ არც ცუდი. არის რაღაცები, რაც მიყვარს, მაგრამ სხვას ჩემზე უკეთ გამოსდის, არის რაღაც, რომ მეც გამომდის გემრიელი, რაღაცები მოსწონთ ჩემი გაკეთებულიც. მჯერა, რომ გავფრინდებით. ერთ-ერთი, ბევრ ფრაზას ვიყენებ ხშირად, ძალიან ბევრს. ერთ-ერთი არის, რომ კარტი, რომელიც დაგირიგდა, გამოცვლა არ შეიძლება, მაგრამ შენზეა როგორ გაითამაშებ ხელს. ეს არის ერთი ამერიკელი პროფესორის სიტყვები, რომელიც ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალა. და ძალიან მომწონს, და სწორი დამოკიდებულებაა ცხოვრებასთან. ბოლოს ვიტირი ალბათ რამე სისულელეზე, იმიტომ რომ როგორც წესი ვტირი ხოლმე სისულელეზე. და იმაზე, რაც ყველაზე მტკივნეულია, რაც ყველაზე სატირალია, უფრო გაქვავება მემართება შინაგანი ვიდრე სენტიმენტები. ასე რომ ბოლოს სისულელე რა იყო, რაზეც თრემლები გადმოყარე არ მახსოვს. რთული პერიოდიც ბევრი იყო, იმდენად ბევრი, რომ რომელი იყო ყველაზე უფრო ვერ ვიტყვი, ყველა თავისებურად იმ მომენტში იყო რთული. მაგრამ ასევე ძვირფასი, იმიტომ რომ ვაფასებ რთულ მომენტებს. რთული მომენტებისგან ფორმირდება პიროვნება, ამიტომ არც გაქცევა ღირს, ვერც გაიქცევი და უნდა გაიარო აი ამ ტკივილში, რომ მე დაიბადოს რაღაც ახალი. ოჯახი ახლო მეგობრების
კარგი წრია. პირველი სიყვარული, სულ პირველი, აი ჩანასახოვნად რაღაცა რო წარმოიდგენენ ხოლმე რომ ეს არის სიყვარული. სკოლაში 0 კლასში, ჩვენ დროს იყო 0 კლასი. მიყვარდა ზუკა საკანდელიძე, იყო ჩემი კლასელი. ხო და ის არ ვიცი ჩემზე რა აზრის იყო, იმიტომ რომ ეს წიწკნიდა ხოლმე ძირითადად. მეც წიწკნიდი და მოკლედ ვერავინ ვერ იფიქრებდა რომ ეს კარგი გრძნობები იყო. სამწუხაროდ ეს ბიჭი ძალიან ახალგაზრდა, მე ტრაგიკულად გარდაიცვალა. სულ დაწყებით კლასებში იყო ჩემი კლასელი, მე იშვიათად თუ სადღაც შევხვედრი ვარ და მინახავს და გვიხაროდა ხოლმე ერთმანეთთან ნახვა. როგორც ბავშვობის მეგობრებს, მაგრამ აი რასაც ქვია უკვე სერიოზული სიყვარული, რომლისგანაც რაღაცა წარმოვიდგინე. ეს უკვე იყო ირაკლი, იმიტომ რომ საკმაოდ ადრე შევქმენით ოჯახი. ტკივილი როგორც გითხარით მიყვარს. მიყვარს არა იმიტომ რომ ისი განცდაა სასიამოვნო, არამედ ტკივილი ხეთქავს რაღაცას სულში, რაც უნდა დაიბადოს, რაღაც ახალი და ნუ აი რა ვიცი, თუნდაც ჩაკრების გახსნას რო ეძახიან ხო, რომ უნდა მოხდეს რაღაც შინაგანი განათება, რაღაც ახლის აღმოჩენა, საკუთარ თავში თუნდაც და სამყაროში, გარემოში თუნდაც. ამდენად მე ის მიყვარს, ოღონდ მისი რა თქმა უნდა მეშინია როგორც ყველას. კომპლექსი, რასაც ხალხურზე პირსიტყვიერებაში ეძახიან, ხო? ანუ რაღაცა სიმორცხვე და შებოჭილობა ალბათ, ხო? თორე საერთოდ ადამიანის აზროვნება არის მთლიანად კომპლექსი, მე კომპლექსი, რომლისგანაც შედგება ჩვენი აზროვნების კრიტერიუმებისგან, ჩვენი დაყენებებისგან, ჩვენი წარმოსახლებისგან, ჩვენი პიროვნება. სიმორცხვე და კომპლექსი იცით რა არის, უკვე ჩემ თავთან ვარ ძალიან დიდ ჰარმონიაში. თორე ბავშვობაში რა თქმა უნდა რაღაცა მერჩივნა, რომ ხან ზედმეტად გავჩუმებულიყავი, ხან ზედმეტად მეხმაურა პირიქით. ნუ რა თქმა უნდა, ამას გადის ყველა ადამიანი, მაგრამ რაღაც ეხლა რომ რაღაცა მიქმნიდეს სირთულეს არ მახსენდება ასე აქცენტირებულად. სულთან დამაქვს, რა თქმა უნდა, გასაღები ელემენტარული ფული, რომელიც შეიძლება დამჭირდეს. პირადობის მოწმობაც სულ დამაქვს. რატო არ ვიცი, მაგრამ რამდენჯერმე სადღაცაც მჭირდებოდა, აღმოჩნდა რომ არ მქონდა და სირთულე შემიქმნა და იმის მერე ჩავაგდე ჩანთაში და სულ არის. დილა ყველაზე მეტად მიყვარს, იმიტომ რომ დილა არის სიცოცხლეში დაბრუნება, სიმბოლური გაცოცხლება, ასე ვთქვათ და ძალიან მიყვარს, ძალიან, როდესაც თენდება და შევიგრძნობ, რომ მოსალოდნელი პირველ რიგში არის კარგი ყავის არომატი, ვინიცის მზიანი დღეც, ასე რომ ჩემს ყვავილებთან ურთიერთობა და ზოგადად, რა ვიცი, დილა კარგი მონაკვეთია დღის. ჭორი წამიკითხავს გაზეთებში, იმიტომ რომ ჭორებს ხო ისე რა ქვია, ისე ხა რაღაცა ვთქვათ, ვიღაცა რას ლაპარაკობს, რა თქმა უნდა არ გამიგია და ყურა მე მიგდია, მაგრამ ის რაც რაღაც ჩემი ოჯახის სოციალური მდგომარეობის გამო რაღაც ასპარეზზე გამოვედით, სხვადასხვა მთავრობებისგან შეთხზული რაღაცა შინელებები, რა თქმა უნდა, წამიკითხავს. მგონია რომ უკვე აღარ აფრის, თუმცა ემოციის დონეზე, რეფლექსის დონეზე, რასაკვირველია, შეიძლება შემაკრთოს რაღაც კონკრეტულ მომენტში, რაღაცა ვთქვათ, მოულოდნელად გამოხდეს ძაღლი და გიყეფოს, შეიძლება შევკრთე, მაგრამ ფუნდამენტურად რასაც ქვია, პრაქტიკულად აღარ აფრის. ერთი აი რაღაცა მძიმე წლები რო იყო საქართველოში, ის ვფიქრობდი რომ იმდენხანს ვიცოცხლო, რომ ჩემი შვილები მყარად დადგნენ ფეხზე სრულწლოვანებამდე მეაღწიონ თქო და რაც ორივე სრულწლოვანი გახდა, საერთოდ აღარ აფრის. ხასიათი იმდენად სერიოზული მაქვს, რომ სულ ვიცინი. უამრავ რამეს, რაც არ მომწონს, გადამიხდიან თუ არ გადამიხდიან, მაინც არ გავაკეთებ. ვერ წარმომიდგენია, ძალიან მომწონს ქალობა. ძალიან მომწონს, არ ვიცი რომ დაუბადებულიყავი. წინა ცხოვრებაში ალბათ რაღაცა ვიქნებოდი ისეთი ირემი, ან ჟირაფი, ან აი რაღაცა ჩლიქოსანი ცხოველი. თუნდაც თხა. მადლიერების გრძნობას, სიხარულის უნარს. ვაფასებ ტკივილის ამტანობას, ბევრ რამეს. მინდას ვერ ვიტყვი, საზოგადოება დაგიმახსოვრებს თუ საჭიროა რომ დაგიმახსოვროს, ამიტომ მე ვერ ვიტყვი რომ მინდა დამიმახსოვროს, არ ვიცი რაღაცა, უნდა დამიმახსოვროს იმ შემთხვევაში თუ კი შევძლებ ძალიან დიდი სიკეთის მოტანას ადამიანების
დიდი ჯგუფისთვის თქვა, სხვა შემთხვევაში არ ვიცი რატო უნდა დამიმახსოვრა.